გენის რაიონის სოფელ მოხეში ისევ უთანხმოება ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მიმართვის მიზეზი მოხეში მდებარე სადავოს შენობა, სადაც ორწლიანი პაუზის შემდეგ ცოტა ხნისით მუსლიმები გამოჩნდნენ და ღვთისმსახურება დაიწყეს. დასახლებაში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლი მუსლიმებს 2014 წლის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით სპეციალური კომისიის დასკვნამდე სადავო ტერიტორიაზე პრეტენზია არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონოდა. სოფელ მოხეში მდებარე სადავო ისტორიული შენობის ნანგრევების შესასვლელი სამართალდამცავებმა დღეს გადაკეტეს და ტერიტორია ლენტებით შემოსაზღვრეს. სამართალდამცავები სოფელში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ადრე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად მუსლიმი მრევლის ნაწილი აქ მეოთხე დღეა ლოცვას ატარებს. შენობა ორწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა კვლავ დაპირისპირების მიზეზად იქცეს. კომისიის დასკვნას დიდი ხანია ველოდებით, მაგრამ ალბათ არ მუშაობს ეს კომისია თუ არა, აქამდე გამოიტანდნენ აუცილებლად დადებდნენ დასკვნას. ნებისმიერად გიძა შეგვიძლია ლოცვა, ამას გადაწყვეტილება არ შეთანხმება იყო, რომ ეს სადავო შენობა მანამდე უნდა ყოფილიყო. შეთანხმება იყო, რომ ორ კვირაში უნდა დამდგარიყო ამისი ბედი რა იქნებოდა და 2 წელი გავიდა და შესაბამისად ვილოცეთ, არ ვიცი რა არის ახლა. მოხეს ცენტრში მდებარე ნაგებობის ისტორიულ წარმოშობას საგანგებოდ შექმნილი სახელმწიფო კომისია სწავლობს, თუმცა მუსლიმი მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესი მეტისმეტად გაჭიანურდა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა კი თანასოფლელებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. 2 წლის წინ მიღწეული შეთანხმებით მუსლიმთა ლოცვა დანგრეული შენობის შიგნით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღდგენილიყო, თუ კომისია დაადგენდა, რომ ის ისტორიულად მუსლიმთა სალოცავი ადგილი იყო. შეუძლიათ იქავე ააშენონ დაუშვათ ან სადმე. ეს არის ისეთი ადგილი, სადაც ძირითადად ჩვენი ხალხია დასახლებული, მართლმადიდებელი მრევლი არის დასახლებული ამ ადგილას. მე კიდე მეორე ეს შენობა არის სადავო და არ ვიცი რატო მაინდა-მაინდა ამ შენობაზე აქვს ესე იგი აქცენტი გადატანილი და რაღა მაინდა-მაინდა ამ შენობას ეთხოვენ, არ ვიცი. ვინ დგას ამის უკან, გასარკვევია. სადავო შენობის ნანგრევებში მუსლიმთა მიერ ლოცვის ჩატარებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. მიტროპოლიტი თეოდორე მოხეში კვლავ ძალადობისა და დაპირისპირების საფრთხეს ხედავს და რეაგირებისკენ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს. მოხეში განვითარებულ მოვლენებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მთავარი მუფთის მოადგილეც გამოეხმაურა. სოფელი მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადავო შენობაში. მიმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები. იმედს გამოვთქვათ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და არ აყვებიან პროვოკაციებს. ჩვენ მოსახლეობას მოუწოდეთ გონიულ და დაფიქრებული ნაბიჯებისაკენ, რომ არ მოხდეს რაიმე დაპირისპირება და არ მოხდეს საკითხის გამწვავება. გაგრძელდეს სახელმწიფოსთან ყველაფერი მოლაპარაკების გზით. სოფელ მოხეში სადავო შენობის გამო ვითარება 2014 წლის 22 ოქტომბერს დაიწყება. მას შემდეგ საკითხის შესასწავლად რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოში კომისია შეიქმნა, თუმცა მას გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუტანია. სოფელში განვითარებული მოვლენების შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.